მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. ეთერშია კოდის სათემო განათლების ცენტრის რადიო სახელწოდებით რადიოს ძალა. მე მისი წამყვანი ზეინაბ აბულაძე გახლავართ. გთავაზობთ საინფორმაციო გამოშვებას სახელწოდებით 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით გვინდა დღევანდელი გადაცემა შემოგთავაზოთ. 3 დეკემბერი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება 1992 წლიდან, როდესაც გაერთიანებულმა ერებმა პირველად დააწესა ეს თარიღი, როგორც თითოეული სახელმწიფოსთვის შეხსენება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებები, თანასწორობა და ღირსება არის უნივერსალური ღირებულება, რომლის დაცვაც საზოგადოებრივ ვალდებულებად რჩება. დღემდე 30 წელზე მეტია ეს დღე ეძღვნება ინკლუზიის, ხელმისაწვდომობისა და საზოგადოების პასუხისმგებლობის გაძლიერებას, რათა გარემო, რომელიც ადამიანებს გვაერთიანებს, იყოს თანაბრად კომფორტული, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ყველასთვის. თანამედროვე ხედვით, შეზღუდული შესაძლებლობა არ განისაზღვრება მხოლოდ ინდივიდის მდგომარეობით. ის არის საზოგადოების და გარემოს შეუთავსებლობის შედეგი. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინკლუზიური გარემოს შექმნა, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია სრულფასოვანი მონაწილეობა, განათლების მიღება, თვითრეალიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა. ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, სტიგმის შემსუბუქება და თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა არა მხოლოდ სოციალური სამართლიანობის პრინციპია, არამედ სახელმწიფოებისა და საზოგადოებების განვითარების წინაპირობაცაა. ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეუფერხებელი გარემო. სივრცეები, რომლებიც ადაპტირებულია, კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალებები, მხარდაჭერის სერვისები და პოლიტიკა, რომელიც აღიარებს შიშემო პირთა უფლებებს, როგორც იმ საკითხს, რომელიც მოითხოვს უწყვეტ ზრუნვას, სისტემურ გამოჯობესებასა და საერთო ძალისხმევას. სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის ორგანიზებით ახალგაზრდებისათვის მოეწყო ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო შეხვედრა, მიმართული თანასწორობის, ინკლუზიისა და შიშემო პირთა უფლებების მხარდაჭერისკენ. ღონისძიება წარმოადგენდა სივრცეს, სადაც ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა გაეგოთ, როგორ იქმნება ინკლუზიური პოლიტიკა, რატომ არის მნიშვნელოვანი სტიგმის დაძლევა და როგორი როლი აქვს თითოეულ ადამიანს თანასწორი საზოგადოებრივი გარემოს ჩამოყალიბებაში. შეხვედრის სპიკერები გახლავან თიკო ბეკოშვილი და მარიკა ბარბაკაძე. ორივე სპიკერმა ახალგაზრდებს გაუზიარეს საკუთარი პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილება ინკლუზიური კულტურის განვითარებასთან დაკავშირებით. მათი გამოსვლები შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა თანასწორი გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობა, სტრუქტურული ბარიერების აღმოფხვრა, შიშემო პირთა ინტერესების ადვოკატირება და ის ყოველდღიური ნაბიჯები, რომლებიც თითოეულ ჩვენგან შეუძლია გადადგას სოციალურ თანასწორობაზე ორიენტირებული საზოგადოების შესაქმნელად. ჩვენი ორგანიზაციისთვის, მედია პოზიტივისთვის ეს დღე არის შეხსენება საზოგადოების თითოეული წევრისთვის, რომ ინკლუზია არ არის მხოლოდ დღევანდელი დღის საკითხი. ეს არის ყოველდღიური ვალდებულება. ჩვენი მთავარი წვლილი არის ის, რომ ვზრუნავთ შეშემო პირთა ხმის გაძლიერებაზე, ჩვენ ვებრძვით სტერეოტიპებს და ვამკვიდრებთ სწორ ტერმინოლოგიას. ჩვენ ვცდილობთ, რომ საზოგადოება შეშემო პირებს უყურებდეს არა როგორც დახმარების საჭიროების მქონე ჯგუფს, არამედ როგორც სრულფასოვან აქტიურ მოქალაქეებს, რომელთაც შეუძლიათ დიდი წვლილის შეტანა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ გვახსოვს და მოქმედებთ არა მხოლოდ 3 დეკემბერს, არამედ მთელი წლის განმავლობაში.
3 დეკემბერი მედია პოზიტივისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ყოველი დღე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი, რადგან მოგეხსენებათ მედია პოზიტივი მუშაობს სწორედ ამ მიმართულებით და დღეს კიდევ ერთხელ მედია პოზიტივი იტყვის იმას, რომ ინკლუზია არ არის ქველმოქმედება, ის არის ძალა, ხმა და სივრცე, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვქმნით, ჩვენი გუნდი ქმნის იმისთვის, რომ თითოეული ადამიანისთვის იყოს თანაბარი გარემო და თითოეული ადამიანი იყოს ამ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ღონისძიების მნიშვნელოვანი მხარდაჭერი იყო მედია პოზიტივი. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე, მუდმივად ახორციელებს ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, ხელს უწყობს ადაპტირებული გარემოს განვითარებას და მედიის საშუალებით აძლიერებს საზოგადოებრივ დიალოგს შიშიმ პირთა უფლებების შესახებ. ორგანიზაციის ჩართულობა კიდევ ერთხელ უშავს ხაზს, რომ სისტემური ცვლილება მხოლოდ კოლაბორაციული მუშაობით მიიღწევა. შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდებში განემტკიცებინა გაგება, რომ ინკლუზიური საზოგადოების შექმნა იწყება განათლებით, ცნობიერებითა და პასუხისმგებლობით. თითოეული ადამიანის აქტიური მონაწილეობა, მხარდაჭერა და მგრძნობელობა არის ის საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორ შესაძლებლობებს, ადამიანის უფლებების დაცვას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ღირსეულ ცხოვრებას. ჩვენ ერთად ვქმნით ცვლილებებს. სწორედ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრთან არსებულმა საბავშვო თეატრმა ვოდებილებმა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც გახლავთ უნიჭიერესი და ჩვენთვის საამაყო ახალგაზრდა ქალბატონი თინათინ ბეკოშვილი, დადგა პატარა სპექტაკლი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და მის ვიდეო ჩანაწერს ჩვენ რადიო მსმენელებსაც გაგიზიარებთ და იმედია თქვენს პატარა მსახიობების ხელოვნებას მოიწონებთ და მიესალმებით მათ დამოკიდებულებას დღევანდელი დღისადმი. გმადლობთ ყურადღებისთვის. ლექსებს წე? ხო. მე როცა ვხატავ ფერები საუბრობენ. ალბათ შენს ლექსებსაც ეკნება სიტყვები ფერებთან ერთად. შენ რას ხატავ? გოგონას, რომელსაც თვალები დახუჭული აქვს, მაგრამ გული ფართად ვაღებული. ლამაზი ნახატია. ლამაზად მღერი. ხო, ჩემი ხმა, ჩემი ხედვა. სხვათაშორის აქამდე არავის უთქვამს, რომ ლამაზად მღერი. ხო და ჩვენ გეუბნებით. მე ნინი ვარ. ხატავ. შენ? რუსკა, წე, ეტლი დავდივარ. მაგრამ ლექსებით ყველგან დაუფრინავ. თათა, მღერი. იმიტომ რომ თვალებით ვერ ვხედავ. მოდი სამი განსხვავებული ფერწერული დღე შევქმნათ ერთ დღეს და შევხვდეთ ერთმანეთს. კარგი იდეა. თუნდაც ხვალ. იყოს ხვალ. კარგით. მაშინ ხვალამდე. ხვალ.
ენა რა გოგო, მახალ. რასაკეთე? ბოდიში. ვერ დაგინახე. მაპატიე. მე ხო ვერ დამინახავს. ადიქი რა მიჩემოძო. ბოდიში. არ შემიძლია. ერთი კარგად მომისმინე. თქვენ ველურებო, კრეტინებო, გგონიათ თუ ვერ დადის, ან ვერ ხედავს ადამიანი არ არის? დროზე დაახურეთ აქედან. მალე გადი აქედან. ვერ ვიტაროთ სადამცინი. იმაზე რაც ჩემით არ ამირჩევი. და მაინც ყოველდღიური. რომ არავის ვაკნობინო რამდენად გივა. მოდით ახლა ვაკეთოთ ის, რაც ჩვენ ძალაშია. და დავხატოთ სამი. მე ვერ ვხედავ ფერს, როგორ? შენი ნახატი გადმოსცემს იმას, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. მაგრამ ჯგნობ. მე დავუსკა თვალებს ავიხვევთ. და ისე დავხატავთ. ეს იქნება სოლიდარობის ნახატი. ჩვენ ხალხდახუჭულები გადმოცემთ იმ სინათლეს, რაც გულიდან მოდის. ჩვენ ვაპატიეთ რა. იმ დროს თქვით რაღაცეები. წუხოთ. შეიძლება დავხატოთ მენთან ერთად? მოდით. აიღეთ ფუნჯები და თავსაფრები. დამოვაგეთ. მაგრამ აი ეგრე, როგორც წეღანი მოიქეცეთ, აღარასდროს აღარ მოიქეცეთ. არ არის საჭირო. თვალით დაინახო ფერი. თუ ის შენში. მე ვერ დავდივარ ფერით. მაგრამ ლექსერმა სამყაროც კი მომატარეს. მე ვხატავდი მარტო. მაგრამ ნამდვილი მეგობრობა ფერებმა მასწავლეს. ერთად ხატავთ სამყაროს, სადაც ბარიერები არ არსებობს. ჩვენ დავცინეთ მათ, ვისაც ვწუხებთ და ვერც გრძნობთ, მაგრამ ახლა ბევრს ვხედავთ. შეიძლება უფრო უხეშად, მაგრამ თუმცა მეგობრობა ხატვით მისცემ.